Hello, Sastavi მოგესალმებით ყველას მეგობრებო. როგორც იქნა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ გამოვიდა დათარსულების მეხუთე სეზონის პირველი სერია. უჭყიანი საქმე, ასე ქვია სათაური. ხო, გუში გამოვიდა სხვათა შორის და უმალვე ერთი სული მაქმეთ რა ხდება, როგორ დაიწყება ახალი სეზონი, როგორ განვითარდება მოვლენები. სანამ ყურებას დაიწყებთ, არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და რა თქმა უნდა შემოქმედის არხი იქნება აღწერაში. თუ ვინმე ხართ ისეთი, რომ არ გამოგიწერეთ მათი არხი, ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ. წავედით ეხა, წავედით. ბევრი ლაპარაკის გარეშე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. როგორ ადექი დუგანძი ხარ და დამიდევი ხელი ჩამოაბა ჩამოერთი აბა აუ ეს რო გააცოცხლეს ხალხს ყეში ხარ ეს რო გააცოცხლეს მამაჩემთან შუშის მაგიდა ხო იყიდა ჯერ ერთი ეგ მაგიდა კი არა ჟირაფია და მე მეორე შენი ბულით იყიდა და სკოლაში არ მიდიხარ თუ მაგ ხელა თავი იმისთვის გაგრო სუცარიელი იყოს სკოლაში არა მინდოდა წასვლა უბრალოდ დრო არ მქონდა აი ძალიან დაკავებული ვიყავი სამყაროს და მასთან ერთად ჩენი გადარჩენით შეწარა გუაგაცო მარა არა დილით უნდა გაგაღვიძონ კრედიტი არ მოგცეს ბიჭო ისე ამას კი როგორც იქნა გამოუჩდა კონკურენტი დაგმირო საქმეებზე ძილში გაგინონ მე მჯერა ხო შენ და ის რიჟა რომ დამადექით ადრე და მომავლიდან ვარ ბაბუო რომ ეძახდი გონია დამავიწყდა ბაბუ ვიცი რომ წარსულში შენს წაიწუწე და მეც ამის გამო ვარ ცოცხალი რაც იმას ნიშნავს რომ ვიღაცა მაგრად გიბოზა სუსტად ეგრე იყო ოლიკარპე არავის ოპა არავის მისცე უფლება გადაგიარონ ეს უარესია სიგვარი კი გაქვს მაგრამ ვენებში ჩემი და ჩემი წინაპრების გუბთა ტოლმაცეების სისხლი გიჩხებს თავი არავის დააჩაგვრინო ბიჭო ვა რევას რავი საღო ბრატ არ ვისაც ჩემი შეერა მე ბიჭო შენ ძრეული კაცი ვარ დებილი კი არა მართლა საღოლი მენა გადავარდა აი უკდარი უფრო მომწონდი რა მოვიდა დაიბრიდა დევი ბიჭო ადე ბუხო იყოფილა ამან არ დამინახოს თორე აუ საწყალი მაგარი ჩაგრება ტელეფონსაც რო არ პასუხობს ეთყობას ძინავს დევიდკო არ ესმის კაცო რა მოვიფიქრო ჩაუ ძროხა ის ბატონმა ემაილმა იქნებ დევი ქვემოთ ჩამოვიდესო რა ბალახი გააკეთა არის რა კაცო რამ გადაგრია 1 2 და 3 ტუზი დაგვეცა პირდაპირ მაგარ ბიზნესში უნდათ ჩვენი ჩართვა რა ბიზნესი კაცო ფულის მეტი რა გვაქვს ო ეგ ფული ჩვენ შვილებს აქვს ჩვენ კი არა დღეს პაჭო მითხრა მახვარ გინდა 100 ლარი მოგცეო მეთქი არა და აბა 500-ო ეგ მამა ძაღნიეკ ჩვენ რაღაცა თუ არ ვქერით ოჯახის უფროსის სტატუსად წაგვართ მე მალე ბრძენსაც დავურეკე უკვე და მივხედოთ საქმეს სამო ო კაი ხო დაიცავალ კბილებს გამოვიხეხავ და ჩამოვალ ბიჭო რა მოგივი და გვეჩქარება მეთქი ბიჭო და უცხო პლანეტელები სად არიან ის რაღაცა მეოთხე სეზონის ბოლო სერიაში რო იყო შეცდომა რაღაცა ანუ გაგრძელება ალბათ იქნება არ ვიცი სპოილერი მანქანაში რა რო ქონდა რა ვიცი კაცო ქალები თუ ახერხებენ მანქანაში მაკიაჟის გაკეთება შენ კბილები ვერ უნდა გამოიხეხო ო კაი ხო დამაძინეთ ბიჭო დილის 6 საათია უკაცრავად ჩემი დაკვირვებით მივხვდი ადამიანებს კითხვებს რომ გიწელავენ არ მოგწონთ ის რო ხარ როგორ ბაზრობს და გადაჭრით გკითხავთ აქ ბალახი არის თუ არა სახში ძრო ხარ ატოა ბაჭო ჭახან გაიოს მადლობა მსოფლიოს გადაჩერებისთვის ხოდა რავი ბიჭებო მაინც ერთი წუთი ეს გვერდით კათამი ძაღლის თავიანი კათამი სათვალით რა პოტია მარტო მე შევამჩნიე ყველანი მადლობელები ვართ რა გესვათ გეჭამოთ ერთმანეთი არ დაგეჭამოთ გაიხარე
კარგი, უკვე ძალიან გაიწელა. კვირის ბოლოს ანტონ კუძუწელიას შოუში ვართ, მიწვეულები ხო გახსოვთ ისე? კი. მოდი გადაცემაში პოლიკაც წავიყვანოთ რა და უთხრათ ყველა სიმართლე. რამდენი ხანი უნდა გავწელოთ თან? აზრი არ აქვს, მეგონა ცოტა ჭყუას ისწავლის, ხვებს უფრო დააფასებს ხო, მაგრამ პოლიკა რა. ეგ ბოდიშის მომხდელი მაინც არა. გეუბნებოდი მე ძმაო რა ბოდიში საერთოდ მაგრად მიკვირს აქამდე რომ ყველაფერი ჰაერში არაწია. სადაა ისე ამდენი ხანი? აგვიანებს. აბა ბავშვებო, დაიკავეთ თქვენი ადგილები და შევუდგეთ სწავლას. ამოიღეთ რვეულები და წყნაური იყოს. ალბათ ყველას გაინტერესებთ რა ხდება ჩემსა და შამანის ცოლს შორის. აუ, ეს ისევ იმ თემებშია? ეს ვინ თქვა? მე. მაშინ პირდაპირ გაკვეთილზე გადავიდეთ. ბატონმა გიუშამ, რომელიც შამანის ცოლის ახლო მეგობარია და მეტი არაფერი, შექმნა ეს დანადგარი. გადააწოდეთ? წყნაური იყოს. ხო და ახლა ჩვენ ვნახავთ თუ რომ მაგარი ტუჩები აქვს. და განვიხილავთ თუ რა კავშირი აქვს ამ ადამიანს შამანის ცოლთან. აი აქ არის. ქალბატონებო და ბატონებო, მე პოლიკა ვარ, ჯანტლეგიაშვილი. ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ მე სამყარო გადავარჩინე და ერთმა პარტახმა ადამიანმა კრედიტი წამართვა. არა დააპირებდა რომ ეთქვა ხალხისთვის და ამან აიწყვიტა აიმენა. ამიტომ ბაჭო კაკაჩია, იწვევს საბრძოლველად MMA-ში. გალიაში შემოდი შეპარტახო და მე მევიცი. რა? პოლიკა არ გინდა ისე და მოკიდე პირი და დათანხმდი ბრძოლას. არ მინდა ამ სისულელის გამო გეჩხუბო პოლიკ. ისედაც ვაპირებდი რომ თავს არიდებს თო, ეშინია. ბიჭო, ისეთი თემა ყველა შენ გიყურებს. კარგი, თანახმა ვარ. ბრძოლაში გავარკვიოთ ყველაფერი. ჯერ კაცი უნდა იყო. ჯერ კაცი უნდა იყო. ეგ შენ თავს უთხარ. პუჩეჩი. პრესონჩი იმენა ნოლი ხარ. პუჩეჩი. ნიუტონ, სად მივდივართ? ეს ფერია რაღაცას. და სვანეთისკენ წადი ძმა. სვანეთისკენ? რა ხდება სვანეთისკენ? დიშლა ფერი არ არის ესა? და იქ ერთი ცხოველი ყავთ. გუბაზი. ანუ კაცია რომელიც ცხოველივეთაა თუ არა, უბრალოდ მისტიური ცხოველია. და რატომღაც გუბაზი დაარქვეს. კი, მსმენია მაგ ცხოველზე. თქვი მე და ჩუმად გავაკუე. სუნს თუ ირიცხნობენ ლურჯ მაიკიანს დავაბრალებ. და ეს გუბაზი რაში გჭირდება ზუსტად? ჭორები დადის რომ გუბაზმა სამყაროს ყველა საიდუმლო იცის. მილიონებს გადაიხდიან მაგაში. უბრალოდ მისი სვანეთიდან წამოყვან და ჯერ ვერავინ შეძლო. კი, სვანები აუღებელი ხალხია. ძალით ვერაფერს წაართმევ. აუ ისე სვანებზე მაგარი ანეკდოტე სიმონ, მოკლედ სვანი ჩადის კახეთში რა და იქ შაირია სწავლეს. მოკლედ კახელი ეუბნება, აქეთ პიცარი, იქით პიცარი, ისე მაგარი ვეღარ მიცანიო. და სვანს მაგრად გაეცინება სიმონ, ეს რა მაგარი რაღაცა მასწავლეო. ხო და წავა სვანეთში, ეგრევე ერთი სული აქვს ახლა, ეს შაირი ვინმე იქაურს მოუხვეს. მიადგება მაიზერას კოშკს და ეძახის, მაიზერ გამოიხედეო. და გამოიხედა მაიზერმა, მაგრამ ამას საერთოდ დაავიწყდა ის შაირი როგორ იყო, ვერაფრით ვეღარ იხსენებს რა უნდა თქვას ხო და უცებ დაფიქრდა და ეუბნება, მაიზერ პიცარი ხო იციო? იმან კიო, ხო და შენი დედა შეციო. ისე ჩვენში დარჩეს და იქიდან თუ გინდა ცოცხლებმა გამოვაღწიოთ. რაც არ უნდა მოხდეს, სვანებზე ანეკდოტი არ თქვათ. არა, კაცო, გიჟი კი არ ვარ, დაგხოცავენ ზუ ყველას. ოპა, ემზადება, ოხერი. და მაგარი დარბაზია. კი, მაგრამ რამდენი ფული გაქვთ? არა, მართლა მაინტერესებს რამდენი გაქვთ. ბევრი. გაზი და გვირეკე. ვარჯიშობ უკვე? გაიოს რომ დაურეკე კიდე ხო, მაგრამ მე რა ჯანდაბაში გჭირდები. ეს დარბაზი ვიქირავე რა. მოკლედ გაიოს და მაუგლი, გიწვევთ ჩემს საბრძოლო კუთხეში და ჩემი სპარინგ პარტნიორები რომ იყოთ კიდე. აი, მაგრამ ბიჭო არ ჯობია მოიხადო ბოდიში შენ სიბოროტეებზე და დაიკიდო ეს ბრძოლა? ბაჭო, ხო თქვა, ეგრევე ყველას გავაგებინებ ყველაფერს, ოღონდ მაგან თავისი შეცდომები აღიაროსო. აი, გაიოს დამშვიდი. და სიბოროტე ძმაო, რა შეცდომები? როდის დამიშავებია რამე? ყველად კი არა ძმა, ყველას რო ჭერა, რასაც ბაჭო ამბობს. ზოგადად მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენთან მეგობრობას ხალხი თავს არიდებს, შენ ხარ. ჰა? რა სისულელია? როდის რა გამიკეთებია, ცუდი? რელიგია რო შექმენი, ხალხს ფული დაახიე და დაითესე? ბატონო შანგის რომ მკვდრის ხეული ესროლე. ქალაქში რომ მეგრელები დააჭერინე? და ჩემეც კი გამიგია რომ ტიპს დიშლაში ესროლე. მე ვახსენებინე? ყველას რომ უთხარი ჩემზე მამამისის სინამდვილეში ტარზანიაო და ხალხს რო გზავნიდი ჩემს სახში მაიმუნების ენის სასწავლად. ხო, კაით, ხო. სამაგიეროდ სამყარო გადავარჩინე. მარტოს არ გადაგირჩენია პოლიკ. და საერთოდ,
რა გეგმები გაქვს? ხო იცი პაჭო, კარატეზე რო დადიოდა. ჭხუბი იცის. კი, მაგრამ მე ჩინეთთან მაქვს კავშირები ძმა. გაიცანით ვონგლოკატი. ვონგლოკატი. ისაკ იმისთვისაა რომ ილეთი მასწავლოს, რომელიც პაჭოს სახეს გააძრობს. ვონგლოკატი? ეგ ის არა, მეგრელ დეტექტორი რომ მოკრიდა? შოთა, ციცუმე, მე აქ მოსწიდიკია ვარ. ილეთს რომელიც უნდა გასწავლო, დრაკონის წვა ქვია. დრაკონის წვა, მაგარია. მიდი გაიოს დაუდექი წინა გვაჩვენოს ილეთი. ვაიმე, რაღა გაიოზი. კი, იქნება ბრინჯი, ნუ ხა მეკითხები. გვაჩვენე ახლა ეგ დრაკონის წვა. თავარია ტრაექტორიას სწორად გათვალო. ამისათვის ფეხების ასეთი მოძრაობა დაგჭირდება. საბოლოო ილეთი როგორია ეგ გვანახე. ვოვა, ტრაექტორიის სწორად გათვლას ისწავლი, მერე უკვე შეგეძლება დრაკონის წვა გამოიყენო. ჰაი! ეს აჟეიცადულოიეთი, დაგენჭაპოლი. ვაიმე, საწყალი გაიოზი. რა დააშავა. ვაიმე და. 1 და 3 მოვედით მგონი. სვანეთში მოვედი და ყოველ სვანეთი. შემთხვევაში გგლ მაპმა როგორც გვიჩვენა. გგლ მაპმა. მოკლედ სანამ გადავალთ, ეს კუბაზი უნდა მოვიპაროთ. უნდა მოვიპაროთ? რონარი ბიზნესია ეგ? შეჭეჭქვეშა ყენებ რასაც ვამბობ. აკაური წესია ეგეთი. დიშლაფერია რა დღეშია. შენი გახდება. ვინ მოიფიქრა ეგ წესი? მე რა ვიცი ვინ მოიფიქრა. ეგრეა და ჰა. სვანეთიდან თუ ვინმე შეძლო გუბაზი გაიყვანოს, ესე იგი ღმერთის ნება ყოფილაო. და ვინ არის ეს გუბაზი გეხვეწები? ჰე. რა გაყვირებს ბიჭო? სირენა ვარ ჩართოთ კი. და ნიუტონმა აკაურებს დაურეკეთ. მოვალთ, თქვენთან დავისვენებთ, ფულს დავხარჯავთ, ვიქეიფებთ თქო. სასტუმროსავით აქვს და გველოდებიან მოკლედ. ბიჭო და ეს მოპარვა ცოტა რავი რა. განაახლა მამა აბრამის ბატკანი ვარ მე. ისეთები მიქნია მტრისას. მარა სვანებისგან მოპარვა. ბიჭო, ჩართე წვეტის სკილები. მწვანეა. ლეგენდის ნაწილია თქო. უბრალოდ ყველანაირად შეგიშლიან ხელს რა ვერ გაიგეთ. მოკლედ ჯობია დავიღოთ. ემალ და ნიუტონ, თქვენ სუფრაზე შედით. ყურადღება ქეიფზე გადაიტანეთ. ჩვენ გუბას გამოვიყვანთ, როგორც კი მოგწერთ, გამოდით და დავგაზოთ. კაი ნიუტონ, წავიდეთ. ოჰო. მოგესალმებით, მე ჯანგალ ვაითი ვარ. კეთილი იყოს თქვენი კონფერენციაზე მობრძანება, სადაც მთავარი ივენტზე პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი და პაჭო კაკაჩია დაუპირისპირდებიან. უსმენთ თქვენს კითხვებს, აი თქვენ გისმენთ. Здравствуйте, я Елена Головец-Лубанская. У меня такой вопрос к Пачо. А вы, грузине, вообще что знаете о борьбе? მოსახებზე წავიჯო. მოიყვანა ეს აქ. ოპა, ილიას რო. მე წემოცემიტი ვარ, წარმოადგენ ჟურნალს ბრძოლა მამლის ყივილამდე. როგორც ჩვენ ნახეთ, როდესაც პოლიკარპემ ბრძოლაში გამოგიწვია, თქვა რომ სამყარო მანაც გადაარჩინა და თქვენ კრედიტი წაართვით. კარგი, მეც მინდოდა ამაზე საუბარი. პოლიკას გასაგონად მინდა ვთქვა, ეს ბიჭებმაც იციან, რომ კვირას ანტონ კუდუწელიას გადაცემაში პოლიკას წაყვანას ვაპირებდით და იმის თქმას, რომ სამყარო მანაც ნამდვილად გადაარჩინა. აჰა, აღიარა. და რატომ წაართვით კრედიტი? პოლიკა ამაზრზენი ადამიანია. რაც თავი მახსოვს ყველა სამწარებს, ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს თუ უცნობებს. უბრალოდ მინდოდა დამესაჯა. უთხარი შენს მსგავსოს აქციელებზე ბოდიში მოიხადე და ახლავე გავაგებინებ ყველას ყველაფერს თქო. იქნებ გამოსწორდეს თქო ვიფიქრე, მაგრამ არა. დანაშაულის და შეცდომის აღიარებას ჩემი ბრძოლაში გამოწვევა ამჯობინა. ერთხელ ტიპი ჩემს სახლში შემოიპარა ჩუმად, თმა გადამპარსა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ტელეფონით სუპერბოროტ მოქმედთა უნდა დაერეკა. გითხარი თავის გადაპარსვის გამო პასუხს გაგცემ თქო, ხო და ეგ დროც მოვიდა პოლი. დებილია ეს ბიჭი. ბაჭო, იმენა ელემენტარული არიცი ადამიანის ბუნებაზე რა. მერთო ჩემო პოლი გეფიცები. არა, ჩემი გამოსწორება უნდა და ტიპს თურმე ვითომ შეღუნული ბამპერი ვიყო. შენგანი რომ ადამიანები ბუნებრივად კარგები არიან, ხო? აი მარტო რო დატოვო ხალხი სწორად მოიქცევიან? კი, რა შუაშია, მაგრამ ეგრე მჯერა. ხალხს თუ სწორ მიმართულებას მისცემ, ისინი კონფლიქტს აუცილებლად კოოპერაციას ამჯობინებენ. ძალიან ცდები. ადამიანები გულისამრევი, ეგოისტი არსებები არიან და ეს ბრძოლაც ამას ამტკიცებს. რანაირად ამტკიცებს ეს ბრძოლა მაგას? მიმოიხედე, ნახე რამდენი ხალხია. ყველამ ფული იმის გამო გადაიხადა, რომ ნახონ კბილებს როგორ ჩამოგიღე. ყველას უნდა სეირს უყურონ. იმიტომ რომ ბრძოლა სპორტია, იდიოტო. ეს იმას არნიშნავს, რომ ადამიანი ბუნებით ცუდია. This is a
ენადე bullshit from ბაჭო. თუ ეგრეა მაშინ ყველა ცივილიზაცია ომზე აშენებული რატოა გენიოსო? იმიტომ რომ ცივილიზაცია ადრე სხვანაირი იყო. ხალხი ვითარდება და იზრდება. ო, მართლა? და ახლა ძალიან განვითარდით, ხო? მითხარი პარტახო, შავპარასკევს ყოფილ ხარ მოლში? ინახავს ეს გავითარებული ადამიანები რას უშვებიან ერთმანეთს. ბაზარი არა. რატომ ნახე როგორ დაჭრა ბებიამ მაღაზიის დაცვა კოპლებიანი პროსტინის გამო, რომელიც ადრე 100 ლარი ღირდა. შავპარასკევს 200 ლარი დააწერეს და ზემოთ 300 ლარი გადახაზეს, ვითომ გაიაბდა. აი რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ? კი, ადამიანებს ინსტინქტიც აქვს და ზოგი მაგით მოქმედებს. მერე გაგიხევ თავს, ბიჭო, გაფორთხიალებს სველი ტილოსავი. გაგალეწავს სახიზვლებს. დიდი ხანია ამ შესაძლებლობას ველოდები. ასობით ადამიანის სახელით გაგცემ პასუხს, რომლებსაც ცხოვრება გაუმწარე. I will make you humble. I will make you humble. რა შვები პოლიკა? არ ვარჯიშობ? გელოდებით მე და მაუგლი. ხო, ვივარჯიშე უკვე მეყოფა. სელუჯის ამბები მქონდა კიდე დასალაგებელი, ეს ახალ-ახალი აუქციონები იწყებასო. რა ვიცი, შენ ადგილას ჩავიდოდი დარბაზში და ვივარჯიშებდი. პაჭოს ვიდეო ნახე? არა? რა ვიდეო? დაიცა გამოგიგზავნი და კომში ჩართე. გაიდაიცა. იღებ ჭახან? კი, მედი. გაცრა. ვაიმე. საიდან ისწავლა ასე კარგად ჩხუბია პარტახმა? წამოვივარჯიშოთ. ვახ, რა ვქნა. ვიცი. ბაჭოს ფეხები უნდა მოვტეხოთ. რა? ხوارდაიად უნდა მოდიხვან, როგორ შეიძლება? აუ, ნუყუნებ რა გაიგებს? ჩემთან ვალში ხარ ისე და სამყაროს გადარჩენაზე რო კრედიტი არ მომეცი. ესე იგი როგორ ვიპოვო ახლა ეგ საქმის შემსრულებელი რამე ისე უნდა დავსერჩო რა შეტარულად. ვაიმე და გუგლი საკერა ტუფლი. ვიცი, შავი საქმე. აი, ჭუჭყიანი საქმე. ეგ არის ვიპოვეთ. ჭუჭყიანი საქმე რა არის? ბიჭო, აბა ინტერნეტში იმას ხوار დაწერს ახლა ხალხს ხოცავდა, ფეხებს ვამტრევო. დაფარული სახელი აქვს, რა ვერ მიხდი. 28. კაი მიწეროთ. გამარჯობა, მე პოლიკა ვარ. ჯამტლეკიაშვილი. არა, ჩემს ნამდვილ სახელს ხوار გამოვიყენებ. მე გაიოს ხობეგლეჯიაშვილი ვარ. გაიოს დავშვი. ეს რამდენი გაიოს ხობეგლეჯიაშვილია საქართველოში. მინდა თქვენი სერვისით ვისარგებლო და გაგზავნოთ დიმიტრი ჟაყვერაშვილის ნომერ 11-ში, სავარჯიშო დარბაზში. იქ მოვარჯიშე პაჭო კაკაჩიას, სიარულზე პრობლემა აქვს და თქვენნაირი პროფესიონალის დახმარებას საჭიროებს. ალბათ იცით რასაც გულისხმობ. ეგ არის. ხვალბრძოლაზე ვერ მოვა ბიჭი. ფეხებთან პრეულს ძალიან გაუჭირდება. ოპა, სვადები. გაუმარჯოს. ემაილ, გენაცვალეთ. აგერ 2 საათია ვქეიფობთ უკვე. სვანურ რახს ვსვამთ. როგორ მოგწონს? ვინ მე ვინ დამეტაკოს ბიჭო. ხანძმა, ეგ არის ზუსტად მეც მაგას ვიძახი. ჩაბუხოთ დედისინი ფხიზლა. სადიყავი ამდენ ხანს? ყველა ბიუროში ვიყავი. დავლეწეს უყელა. რა გინდოდა მანდ, მოკვდი? არა. აბა მე მოკვდი. ბუა ჩემი ხო დაიღუპა 3 თვის წინ. საფლავის ქვა არ მაქვს ჯერ დადგმული. ხო და მივედი, ფოტო მიუტანე. მეთქი საფლავის ქვა მინდა თქო. მერე რატო დალეწე? ბაბუა ჩემს ქუდით სიარული უყვარდა სულ და არც ერთ ფოტოში უქუდოთ არ არის. მიუტანე ამათ ფოტო და ვეკითხები. მეთქი პროგრამაში ხო შეგიძლია ქუდი მოხადო თქო. კი, შემიძლიაო, მაგრამ თმას რომელ მხარეს ივარცხნიდაო, რომ ისე გაუკეთო მეეცო მკითხა. მეთქი პროგრამაში რომ მოხდი მაგუცი კარ გამოჩნდება? დაუქონებლეცე. მოკლედ ბიჭო, მაგამ ბავზე ხა მაგარი ანეკდოტი სიმონ. ვაიმე. ხოდა რა კაიაო აი. ახლა როგორ გავარჩიოთო ერთმანეთისგანო და მოდი ყურები დავაჭრათო. დააჭრიან და მაინც ვერ იგებენ კაცო, ორივე ცხენს ყური აკლია როგორ მიხვდებიან ახლა. მოდი მაშინ ყუდი დავაჭრათო. მოაჭრიან და მაინც ვერ იგებენ ბიჭო, ორივე ცხენს ყუდი აკლია. ხო და აი მაშინ თეთრი შენი იყო, შავი ჩემიო. ვაიმე. შედის ბიჭო. ვაიმე. ვინ არიან ეს? ვაიმე. ის მოპარვა უნდათ. ერთად არიან უეჭველი. ესე იგი, თეთრი შენი იყოს, შავი ჩემიო, ხო? ვაიმე. ჩაკარეთ დილექშის უყელა, ხოლმე გამოვხდი არახს. ვინ უნდა ჩაყაროთ ბიჭო, ნაციხარი ბიჭი ვარ, ემაილი ვარ, კაკა.
მოგესალმებით, ხალბატონებო და ბატონებო, ის მთავარი ვენც, პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი პაჭო კაკაჩიას წინააღმდეგ. ოჰო, რამდენი ხალხია. ამაზე ველოდებით მებრძოლების გამოჩენას. სხვადასხვა ბრძოლას ესწრებიან მსოფლიოში გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც არიან ზენდაია, გია სურამელაშ და აი პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილის walkout-ს უყურებთ ახლა. იყვირეთ, კი არიცი ამ პაჭოს ფეხები რო აქვს დამტრეული და ვერ გამოვა. უეჭველი არ ექნება დამტრეული. ოპა, მოდის. გამოჩნდა მისი მოწინააღმდეგეც, პაჭო კაკაჩია ეკრანებზე. რანაირად? იმედი ამ მზად ხარ, კოლეგი. სახე უნდა გაგიბრყევო. რანაირად, კაცო? ჭუჭყიან საქმეზე არ მოგაკითხეს გუშინ. შენ გამოგზავ ნეგდები? კი, ვიღაც მოვიდა გუშინ, ჭუჭყიან საქმეზე ვარო. მთელი დარბაზი დააწყრიალა ისე კარგი. ხალბატონებო და ბატონებო, ეს მთავარი ივენთია. და ახლა დროა! მარცხენა კუთხე, მზად ხარ? დაბადებიდან მზად ვარ. მარჯვენა კუთხე, მზად ხარ? რა ვქნა ბიჭო? რა ვქნა? Let's go! ვაიმე. კოლეგი. მეკრელებზე ხო არ გინდა რამე მითხრა? ვაიმე. რატო ხარ ჩუმად? ეხზე ვეღარ დგავარი. ვაი. ბიტიშები. ვერ წავაგებ. ამ ბრძოლას ვერ წავაგებ. კარგი სხვა გზა არა. დრაკონის. დაუღამებია დრაკონის წვა. ამ მსგავსი არაფერი მინახავს. ვილით ნოკაუტი? გონი აკრძალული არაა, ხო? რა ვქნა კი მარა? მოყურე შენ. პრეა. რემაჩი. ნადია. კითხავი, მოსლიფინავალ. ნადიამ კითხავთან ადრეც ყოფილ ხარ? არა ძმაო, მაგრამ შემთხვევით ისე მოხდა, რომ ერთი 10 წამით ფხიზელი გავიჩითე და უცებ მივხვდი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი გაქრა და აღარ დაბრუნდა. არი ძლივს ვიღაცამ კობა მოიკითხა. ძმაო, ცოტა ხანი 2 წუთი ფხიზლად იყო და გაახსენდა. მაგარი პროფესიონალია. თუ ამასთან დავდივარ. ასენი მეგობარი ვინა, რა ქვია? კობა. ძლივს ვიღაცამ მოიკითხა, ბიჭო. ო, აქ რა ხდება, ესე იგი, პირველ რიგში მეოთხე სეზონის ბოლო სერიაში რო სპოილერი იყო, იმასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი ისმის, მეხუთე სეზონის პირველ სერიაში და დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა განვითარება ექნება. და ხო, კობა რომ მოიკითხეს, ეგ უკვე მომწონს და საინტერესოა. რაში სჭირდება შემოქმედს კობა და რა გეგმები აქვს კობასთან დაკავშირებით აუცილებლად. დაველოდებით მეორე სერიას. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ ეს არხი. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შემოქმედის არხი იქნება აღწერაში, ასევე თუ ვინმე ხართ, რომ არ გაქვთ მისი არხი გამოწერილი, აუცილებლად გადადეთ და გამოიწერეთ. მე კი დიდი სიყვარულით და მადლიერების გქნობით და აგებშვიდობით მომავალ ვიდეომდე. სასწაული.